სოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დღეს ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში არაერთი გამოწვევა, მათ შორის საუბარია უკრაინის ომზე, რომლის დასრულების იმედიც ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ გამოჩნდა. როგორც მან აღნიშნა, გლობალური ომის პარტიის მცდელობა საქართველოს ომში ჩართვაც იყო, რაც არ გამოუვიდათ. რაც შეეხება ტრამპის გადაწყვეტილებას საგარეო პროგრამების 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით, ამ კონტექსტში მეტრეველმა საქართველოსაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგად გამოჩნდა, რომ უცხოური დაფინანსების დიდი წილი ხმარდებოდა NGO-ების მიერ ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებას, LGBT პროპაგანდას, რიგი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები კი დღემდე ცდილობენ ქვეყანაში არეულობის შემოტანას. დონალდ ტრამპმა შეაჩერა 13 თვის განმავლობაში დახმარება უცხოური ქვეყნების მიმართ, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ლოგიკური კითხვა, თუ სად მიდიოდა ეს დახმარება, ვის ხელში ხვდებოდა ეს დახმარება და რას შემდეგ შესაძლოა მოხმარებოდა. ჩვენ ამას ვნახეთ, ამის ნათელი მაგალითი საქართველოში. აგერ გამოჩნდა მაგალითად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც არ არის უბრალო ფიგურა, ის არის აი ამ დიდი ქსელის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული წარმომადგენელი, დიდი რესურსების მქონე ადამიანი, დიდი გავლენების მქონე ადამიანი, რომელიც გვერდითაც დგას მაგალითად რობერტ ამსტერდამი, რომელიც ასევე არის ძალიან სერიოზული ფიგურა და შემჩნეულია არაერთ საეჭვო საქმიანობაში სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე არიან, რა თქმა უნდა, ჭყონია, ხაზარაძე, ეს დაჯგუფებები, დაქირავებული საშოვარზე პენსიაზე მიმავალი ვილსონი, აი ეს ხალხი, ეს ერთობლიობა ბოლომდე ეცდება, რომ რაღაც არეულობა შეიტანოს. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად მათ არავითარი რესურსი არ აქვს.